რატო დამატებდნენ იმისათვის რომ მე მას არ გამოვადგებოდი არჩევნებში 1991 წლიდან მარტიდან მუშაობ აბაშის პოლიციაში უბნის ინსპექტორად 2008 წლის არჩევნებში მე ვიყავი ნორიოს საარჩევნო უბნის ისა რა ქვია საუბნოს წევრი იმიდან რა ქვია ლეიბორისტული პარტიიდან პოლიციის უფროსი უკვე ამ პერიოდში არის აბაშაში არის დარწმელიზე დღეს ჩვენი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბატონო დავით დარწმელიძე ხო და სახში ვარ ერთ საღამოს და კიშკარზე სიგნალი არის მანქანის გადავედი და გავიხედე პოლიციის უფროსის ზის მანქანაში ვიცანი რა თქმა უნდა მოვადო იმიტომ რომ აბაშელი კაცი ვარ და ხო და მივედი ზის ამასთან ერთად ზის ლაშა აფშილოვა მოადგილი ლაშა აფშილოვა არ აქტიურობს არ მეუბნება არაფერს აი ეს მეუბნება რა გინდა ოპოზიციაში რატო ხარ ოპოზიციაში შენ ჩვენი კადრი ხარ პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ხარ და არა გაქვს არანაირი უფლება ას მორალური ას პოლიტიკური რომ იყო ჩვენ ბატონო ოპოზიციაში და იყო მათი ის რა ქვია კომისიის წევრი დამიწყო გინება ჩვენ ბატონო გაგინთავისუფლებთ ჩვილს გაგინთავისუფლებთ სიძეს ჩემი სიძე მუშაობს სახანძრო რაზმის უფროსად დაიწყო უშვერი ისეთი გინება რომ ეს პირიდან რას კი მოადგება ადამიანს სათქმელად ჩვენ ბატონო მაგინებს ამას ხო და ბოლო ესე იგი რომ ამ ჩხუბის შემდეგ არაფერი არ გამოვიდა ყველა მოიგსაო გადავიბირეო ყველა ყოფილი თანამშრომელიო ახლა იმ პერიოდში დაახლოებით 25 თანამშრომელი გაგვიშვენ განყოფილებიდან ყველა ვისაო გადმოვიბირეო ყველა ჩემს ხარეზე არისო და შენ და ზურიკო ბაზაკова მუშაობდა აქ განყოფილების უფროსის მოადგილედ თქვენო ვერ მოგიხერხეთო ვერაფერიო დანარჩენიო ეს თანამშრომელი ყველა ძველი თანამშრომელი ყველა გადმოვიბირე ყველა ჩემს ხდა რა გიქვთ თქვენ და თქვენი დედა და კიდევ მაგინებს ახლა ერთ ჩვენი ერდეს კვირა დღე იყო მაცხოვრისკარის ეკლესია არის ჩვენთან სოფელი მაცხოვრისკარი გამომდივარ წირვის შემდეგ იქედან იმიდან აქვე ეკლესიიდან გამომდივარ ხო და ხედავ შეკრებილია ხალხი და ვიკითხე რა ხდება მეთქი და ჩვენს ოლქშიო კანდიდატიო იმის აქვეა დეპუტატობის კანდიდატთან გვაქვს ირაკლი საბულუასთან შეხვედრა ნუ რა თქმა უნდა მივედი მეც მივესალმე ამათ ჩვენი ყოფილი პოლიციის უფროსი ისა რა ქვია ნიკოლო ჩანდურია არის აქ ჩვენ ბატონო 3 წელიწადი იყო აქ პოლიციის უფროსი ჩვენ ბატონო ხო და ირა გადავიხვიეთ გადავკოცენ кайხანი არ მენახა მეგობრები ვართ ოჯახით მთელი იმით და რა ხდება მეთქი და ირაკლი საბულუასთან გვაქვს შეხვედრაო და იქ ქალები გამოვიდნენ ახალგაზრდები გამოვიდნენ ავის შეწყვით ჩვენ ბატონო და რაიმეს ხო არ გვეწყვითო ჩვენ ბატონო მე ვუთხარ რა უნდა ვთქვა მე ვუთხარ და ეს მოუყევი ეს ამბავი როგორ გამანთავისუფლეს პოლიციიდან და დღესაც არ ვიცი მე ვუთხარი რა იყო ჩემი განთავისუფლების მოტივი ეს რომ მივეცი ამის ინტერვიუ ზუსტად 1 საათში მირეკავენ თბილისიდან ზუსტად 1 საათში არ იყო 1 საათით თითქმის შეიძლება არ მოვედი საკრიკიდან ეკლესიიდან საგზელიდან ჩემს სახლამდე არის დაახლოებით 300 მეტრი მეტი კი არა და მოვედი საკრიკიდან მირეკავენ რომ თბილისიდან მე ნეკავ დაახლოებით რომ რა ინტერვიუს აძლევ დაანებე თავი ხო ხედავ რა მდგომარეობა ჩვენ ბატონო ესენი მაინც გავლენ ჩვენ ბატონო მაინც გავლენ არ მოერიძე შენ შვილებს მოერიძე 1 საათი უკვე ბატონო 2012 წელს ის მაშინდელი პოლიციის უფროსი დარწმუნდა დიახ აბაშის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კი ბატონო და აი ახლა თუ იცით ფაქტები ან თუნდაც თქვენი დამოკიდებული ხონდა მას პირადად ზეწოლა ან მის წარმომადგენელს თუ ქონდა ხალხთან ზეწოლა განხორციელებული ნუ ახლა რაც რაიონში მუსირებდა რა აზრიც იქიდან გამომდინარე იყო ჩვენ ბატონო და მე ვიცი რომ არჩევნები ჩაატარა აბაშაში კობამ სკლაძემ პოლიციის უფროსმა ახლანდელი პოლიციის უფროსმა და მისმა სიმამურმა ჩვენ ბატონო ამათმა ჩაატარეს არჩევნები იმიტომ რომ ვარიანტი არ არსებობს რომ არჩევნებში ირაკლი საბულუა დამარცხებულიყო მაგრამ ისეთი შანტაჟი ისეთი აი თუ კიდე იმაზე ქვია იმებზე ანტენებზე და იმაზე ხალხის გამოყვანა აქ განსაკუთრებით არ შემიძლია რა ვთქვა ჩვენი სოფლის მე ახლა ქალაქის ტერიტორიაზე მაგრამ მანამდე სოფლის ვეკუთვნოდი გამგებელი იმათი როგორ რასაკეთებდა უვარდებოდა ხალხს იმაში რა ქვია სახლებში მაცხოვრის კარი მაგრამ ნორიოს სასოფლო საკრებულოა ნორიოს საკრებულო განათლების კარი შედის სოფელ ნორიოს
იმაში რა ქვია, საკრებულოში. ნორიოს საკრებულოში. ხო და გადაწყვეტილი ქონდათ რომ გაიმარჯვებდნენ. ეს გამგებელი არის. გამგებელი ზადაგვაზავა. და პირადად მიდიოდა ხალხთან აგიტაციის გასაწევად. პირადად აგიტაციაზე კი არა მიდიოდა და უვარდებოდა ხალხს რომ ეს და ბევრი დაშინ ბევრსაც დღესაც ბევრსაც ანტენა აქვს გლობალ ტივის ანტენები სახში, მაგრამ კიდევ არ არიან 100% გამოსული იმ ეიფორიიდან და იმ სინდრომიდან, შიში სინდრომიდან, რომ კიდევ ჩამოკიდონ ეს ხალხი. გასულია ვეუბნები, ასულია დამთავრდა მათი ფარფაში, დამთავრდა მათი მოღვაწეობა, კიდევ რაღაცის შეშინია და კიდევ რაღაცას ფიქრობენ. სოფელში ძალიან ბლომად შეაშინეს იმისათვის, რომ აი თუ ამას არ გააკეთებდა, თუ ხმას არ მიცემთ ნაციონალურ მოძრაობას, თქვენ ეს მიწები ჩამოგერთმევათ, პენსია არ გექნებათ, სოციალურ დახმარებას მოგიხსნით. შემოვიდა ყველგან შეღავათები, რაც კი არსებობს სოფელში, სოფლის მცხოვრებსაც ეს გაგიუქმდებათ. ამით რამდენი 1000 კაცი მოიწყიდეს და რამდენი კაცი მოიწყიდეს, რა ვიცი ახლა მე ასე რაიონში ახლა ალბათ ძალიან ბევრია ასეთი პიროვნებები. ვადასტურებ რომ ტყუილი აქვს ნათქვამი და წინასაარჩევნოდ პენსიასთან დაკავშირებით იქნებოდა ეს, მიწასთან დაკავშირებით იქნებოდა თუ ნებისმიერ საკითხთან არ არსებობს პიროვნება დაადასტუროს ის რომ მე მართლაც ზეწოლას ვახდენდი წლების განმავლობაში მუშაობ 5-6 არჩევნები მაქვს გავლილი და არ ყოფილა შემთხვევა რომ გინდა თუ არა ასე გააკეთე, გინდა თუ არა ჩემს მიერ დასახელებულ პიროვნებას დაუდექით გვერდით, ასეთი რაღაც არ ყოფილა. ეს პიროვნული საკითხია, ანტენას დადგამს თუ არ დადგამს და ასეთი რაღაცა არ ყოფილა. მაშინ აი აქ ფანჯრიდანაც რო გადავიხედოთ აგერ 2-3 ოჯახი ფანჯრიდანაც ჩანს რომ ანტენა აქვს დადგმული. სად გამოდის ახლა ჩემი ისა ზეწოლა ამ მოკლე მონაკვეთში თუნდაც 200-300 კვადრატმეტრში 15-20 ანტენა და სად გამოდის აქ ჩემი ზეწოლა რომ გინდა თუ არა ანტენა არ დადგას არ ვიცი რა ჩემთვის მიუღებელია. გამარჯობათ ბატონო ლაშა. გამარჯობა. მე ინფო9 ჟურნალისტი გიკავშირდებით, ერთი კითხვა გვაქვს თქვენთან თუ შეიძლება. გუშინ ჩვენთან იყო რესპონდენტი მოსული მერაბ ჭანტურია და თქვა რომ წინასაარჩევნოდო ჩემთან მოვიდაო სახში დათო დარცმელიძე, რომელიც მაშინ პოლიციის უფროსი იყო და მასთან ერთად იყო ლაშა აფშილავა. ნუ ლაშას არაფერი საერთოდ სიტყვა არ უთქვიაო, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს, შეგიძლიათ დაგვიდასტუროთ ის ფაქტი, რომ მართლა იყო პოლიციის უფროსი? თქვენ მეკეთი გზამდებით, ხო? კი, მე ვარ. არა, გეტი, არა. კარგი. არა, მე მართლა შემოქმედება 2008 წელს არჩევნები. საპარლამენტო არჩევნები.